ქართული კუთხე იაპონიაში დოკიოში ქართული ღვინის წარმოების ისტორიას და დამზადების ტექნოლოგიებს გაეცნიან 5 ქართული საოჯახო მარანი იაპონიაში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. ღონისძიების სტუმრებს, რომელთა შორის მაღალი ხარისხის ღვინის მწარმოებლებიც იყვნენ, ქართული პროდუქციის დაგამოვნების საშუალება ჰქონდათ. ბოლო 11 წელია ქართული ღვინის მწარმოებლები საკუთარ ნაწარმს იაპონიის სხვადასხვა პრესტიჟულ გამოფენაზე წარადგენენ. იაპონია, ტოკიო, უძველესი ტრადიციებისა და კულტურის ქვეყანაში პირდაპირ ღვინის სამშობლოდან. ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებლებს 5 საოჯახო მარანი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს აცნობს. გამოფენა Raw Wine Tokyo შესაძლებლობაა დაინტერესებული პირებისთვის ქართული ღვინო გაიცნონ. დაინტერესდნენ და შეიძინონ დაახლოებით 11,000 კილომეტრით დაშორებული მცირე თუმცა ღვინის კულტურით ცნობილი ქვეყნიდან. გამოფენაზე ძირითადად მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. ამ სეგმენტში კი ქართული პროდუქტი მსოფლიო ლიდერების მნიშვნელოვანი კონკურენტია. განსაკუთრებულს და განსხვავებულს თავაზობ იაპონელებს ჩვენს ბუნებრივ ღვინოებს, რომელიც არის იაპონიისთვის საინტერესო, იაპონელი მომხმარებლებისთვის, რადგან იაპონია გამოირჩევა უფრო მაღალი მყიდველუნარიანობით და შესაბამისად ეს უფრო ნიშური სეგმენტის მაღალი საფასო კატეგორიის ღვინოები უფრო საინტერესოა. სიხარულ მოსწონთ უკვე ერკვევიან ასე ვთქვათ ქართულ ღვინოებში და ჩვენი მიზანიც ეს არის, რა ვიცი, და ნელ-ნელა რაოდენობასაც ვძდით, ცნობადობაც იზრდება და წარმოდგენილი გვაქვს 6 სახეობის ღვინო და იმედია რომ მომავალში უფრო წარმატებული თანამშრომლობა გვექნება იაპონელებთან. იაპონელებისთვის ქართული ღვინის მაჩვეული არ არის, თუმცა აქ ბევრი ღვინის მოყვარულია, მათ შორის იაპონელებიც, ვისაც მეტი ცოდნა აქვთ ქართული ღვინოების შესახებ. როგორებიცაა საფერავი, ქისი და ნარინჯისფერი ღვინო, რომელიც ხასიათდება ძლიერი არომატით და სასიამოვნო სურნელით. და დიახ, ჩვენ გვიყვარს ქართული ღვინო. ეს არის პროცესი ქართული ღვინის იაპონურ ბაზარზე დამკვიდრების ხელშესაწყობად. იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ სახელმწიფოს მხარდაჭერით ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში. ტარდება ქართული ღვინის წარდგენა დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში. იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოს ყველა რეგიონში. ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით. მათ შორის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, როგორიცაა სამხრეთ კორეა, ჩინეთი, იაპონია და მათ შორის იაპონია ერთ-ერთი გამორჩეული ბაზარია. აქ ქართული ღვინო ძალიან ფასობს. იაპონიაში ჩვენ ნიშურ სეგმენტზე ვმუშაობთ, ძალიან დაფასებულია და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ ქვევრის ღვინოს. ნამდვილად დიდი სიამოვნებაა, რომ ვუმასპინძლებთ საქართველოს ამ ულამაზეს ქვეყანას. დღეს და ხვალ გამოფენაზე წარმოდგენილია 5 ქართული მარანი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დავუჭიროთ მხარი ქართულ მეღვინეობას. იცით, როცა ყველა დეგუსტაციებს ესტრები და მეღვინეებთან ერთად ღვინოებს აგემოვნებ, მაშინვე იწყებ ქართული ზეგავლენის დანახვას. ფიქრობ, რომ მართლაც შესანიშნავია, რომ ასეთი პატარა ქვეყნიდან მომდინარე კულტურული მემკვიდრეობისა და მეღვინეობის ტრადიციების ასეთი ძლიერი გავლენა ყველგან იგრძნობა. აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია. მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებულია 71,000 ლიტრამდე ღვინო, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.